ლონდონიდან პირდაპირ თბილისში პირველი მგზავრები British Airways-მა საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს. მოხარული ვარ, რომ პირველი რეისი შევასრულეთ ლონდონსა და თბილისს შორის. პირდაპირ ფრენების დაწყება შესაძლებლობას მისცემს ბრიტანეთის მოქალაქეებს საქართველოში იმოგზაურონ. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას. Imedi marks from Amstels tourists რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან ორჯერ უფრო ბევრი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენები, ქართველები აპირებენ დიდ ბრიტანეთში და პირიქით ბრიტანელი ბიზნესმენები საქართველოში და ეს დაახმარება ეკონომიკურ ზრდას. თბილისში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლით ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ელოდებიან განსაკუთრებით ავიაციასა და ტურიზმის სფეროებში. აერთიანებული სამეფო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოში და ლონდონი როგორც საფინანსო ცენტრი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლოს დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკასთან. აქედან გამომდინარე პირდაპირ ფრენები ლონდონთან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, გარდა ტურიზმისა ის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს კომპონენტს მოიცავს თავის თავში და ასევე რა თქმა უნდა ამას ემატება დამატებითი ფრენები ჟენევისა და მილანის მიმართულებით, რომელსაც EasyJet განახორციელებს უფრო ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის. ამ ფრენების დაწყებით ფაქტობრივად გამარტივდება დაკავშირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამაზე იყო საუბარი ამერიკის ავიახაზებთან. ჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბრიტანეთის ავიახაზებს და ფაქტიურად მოიაზრება ახალი სატრანზიტო მიმართულებების გაჩენა ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართულებით უკვე ლონდონის გავლით. ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის. ჩვენ ვიხილავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს დიდი ბრიტანეთიდან, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მცირე საშუალო მსხვილი მეწარმეები. British Airways-ის შემდეგ უკვე დღეიდან ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამაც დაიწყო. შედარებით ბიუჯეტური EasyJet თბილისიდან ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მივახციეთ შეთანხმებას საქართველოს ავიაბაზაზე შემოსულიყო ახალი ევროპული კომპანია. ოპერირება დაიწყო EasyJet-მა და საქართველოს დააკავშირა ევროპის 3 ქალაქს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს შესრულდა ჟენევა-თბილისის პირველი რეისი. პირდაპირ ფრენების დაწყება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უწყობდა. ავიამიმოსვლის მნიშვნელობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირ ფრენები. ეს რა თქმა უნდა ასევე ტრანზიტულ ფრენებსაც გაადვილებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია EasyJet შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. საზაფხულო სანავიგაციო სეზონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ეყოლება.